გადავწყვეტეთ, რომ გაგვეკეთებინა ერთ-ერთი უგემრიელესი და ესეთი ვარსკვლავური კერძი საქართველოს სამეგრელოს კუთხის ღომი და ხარჩო. ბებიაჩემმა დადო რაღაცა თამასა. ლამარასთან თუ მივავა. მე მგონი მართლა ძალიან ბრძენი ხალხი ხართ ეს მეგრელები. სამეგრელო მაგ პერიოდში იყო პრინციპში კარი ევროპასთან. ჩვენ ოდესაც ლაპარაკობთ ცხარე ხარჩოზე, სინამდვილეში ლაპარაკობთ მალარიასთან ბრძოლის ისტორიაზე. არ ვარ ეგეთი ბებერი მე. ეხლა შეზდექ ჭაბუკო. შევედი თუ არა შუაში დიდი უზარმაზარი დარბაზი და შუაში არის უზარმაზარ ლანგარზე არის მთელი აქლემი, შემწვარი აქლემი. ერთად ჩვენ ყველანი ვაშანებთ მართლა დამოუკიდებელ ქართულ მედიას. ეს არის ჩვენი ისტორიული გზა, ეს არის ჩვენი თავისუფლების მემკვიდრეობა. უკმარატო უნდა იყოს არაბული. ამის დედავად. რა უთხრა ბეკაყორშია მანაყაულაშვილს ისეთი რომ ცრემლებად იღვრებ. ისე იყვები რომ აი ამეტინა. მოგესალმებით მის მინე სამზარეულოდან, ეს არის გადაცემა Cook and Talks. დღეს ჩვენთან სტუმრად მოვიყვანეთ ძალიან კარგი ჟურნალისტი, რომელიც გარდა იმისა, რომ პროფესიონალია თავის საქმეში, ასევე ახასიათებს იუმორის უნიკალური გრძნობა და რომლითაც მუდმივად ახერხებს იუმორით და სარკაზმით იმ ადამიანების დისკომფორტში ჩაგდებას, რომელიც ძალიან კარგია თუ დიდხანს გვეყოლებიან დისკომფორტში. გარდა ამისა, ეს ადამიანი არის მის მინეს გუნდის წევრი და ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემის წამყვანი და შეიძლება ითქვას, რომ არის ტროლინგის დიდოსტატი ბექა ყორშია. როგორ მიხარია რომ შენთან ერთად ვარ. როგორ ხარ? გადასარევად ფოტოშოპს და ძალიან გამიხარდა რომ მომიწვია ესე იგი შენთან და მე ვნახე შენი პირველი გადაცემები და მადლობა ძალიან დიდი. მაგრამ არ გინდა? არა, პირიქით დახმარება და ნუ ჩვენ სანამ გადაცემა დაიწყებოდა არაერთხელ აღვნიშნეთ ხო რომ შენ ხარ გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანი. ბევრი მართლა უნიკალური თვისებით დაჯილდოებული, მცოდნე, განათლებული. მე სხვაშორის ამასთან გავიგე რომ ფსიქოლოგი იყავი და არ ვიცოდი და ესეც კიდევ ერთი ბრავო გითხარი. ხო და საოცრად გამოგდის მე მინდა გითხრა კამერასთან ურთიერთობა. ძალიან დიდი მადლობა. ხო, იმიტომ რომ მე ადრე ვნახულობდი ხოლმე შენს ვიდეოებს TikTok-ზე. და ძალიან უჭირთ ხოლმე ეს TikTok-ი მაინც სხვა ის არის, ხო, სისტემა. უფრო თავისუფალია. ეს მაინც ჰიბრიდია რა, ახლა ტრადიციული ჟურნალისტიკა და ტრადიციული წამყვანობა არ გიწევს, მაგრამ მაინც ისა რა, კონსერვატიული მიდგომებია, ხო, კამერა იქით, აქეთ ეს კამერა ოპერატორები და ასე შემდეგ და ფანტასტიკურად ართმევ ამას თავს. ძალიან დიდი მადლობა. აი ეს ტრანზიცია დიდებულად გაიარა. მხოლოდ ამ ინტროს გამოღირდა ამ გადაცემის ჩაწერა და ბექას სტურად მოწვევა. ბექა, რას გავაკეთებდით ახლა შენ ხარ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეგრელი საქართველოში. ვერ ვიტყოდი ვერ გაგეთანხმებოდი, მაგრამ მახარებს ასეთ შეფასებას. არა, გულისხმობ იმას, რომ ადამიანს რო წარმოიდგენ შენს გონებაში რეგალიებს ხო ჩამოწერ კონტექსტიდან გამომდინარე და მე რო ბექა ყორშია მესმის, სამეგრელოც ავტომატურად მოდის, ანუ შენს მაგ დანიშნულებას რო რაღაც შენი სახლი ასახელ და შენი წარმომავლობა ჩემი აზრით იდეალურად ართმევ თავს, იმიტომ რომ ბექა ყორშია, სამეგრელო, გარდა იმისა, რომ გვარი არის მეგრული, შენს სამეგრელოსთან ასე თუ ისე ასოცირდები. ამიტომ გავიბადე, გავიზარდე და ძალიან კარგი სიტყვები მითხარი სხვათა შორის. ხო? ხო, ესეთი კარგი კომპლიმენტი იშვიათად მიმიღია. ვაუ. მიმიღია კომპლიმენტი როგორც ჟურნალისტს, როგორც არაბისტს, როგორც იმას, როგორც არაფრისტს, ხანდახან. მაგრამ როგორც კომუნისტს, როგორც კომუნისტს. ეგვიდეო ჩემი საყვარელი. ხო, ეგეთი რაღაცაც მოხდა, ხო. მეგობრებო, ეს არის საბჭოთა კავშირის დროშა, რომელმაც მსოფლიო ცივილიზაცია გაანთავისუფლა, ამერიკაც გაანთავისუფლა და ევროპაც. მე მინდა ეს დროშა გაჩუქოთ თქვენ, როგორც სიმბოლი თავისუფლების. და როგორც მეგრელს იშვიათად მაქებენ ხოლმე, არა და ჩემი იდენტობის, ასე ვთქვათ, ქვაკუთხედი არის სწორედაც რომ მეგრელობა. ხო, მეც მგონია. იქ დავიბადე, გავის სკოლა იქ დავამთავრე. გარდა იმისა, რომ რაღაც პროფესიულად შეიძლება იყო ფსიქოლოგი, ჟურნალისტი, იმის იქით ხარ
დედაჩემის შვილი ვარ, რაღაც საქართველოს მოქალაქე ვარ, ეს ვარ და ალბათ პროფესია შეიძლება ბოლოს იყოს, რომლითაც მინდა რომ ხალხი მიცნობდეს. მოკლედ, აქედან გამომდინარე გადავწყვეტეთ, რომ გაგვეკეთებინა ერთ-ერთი უგემრიელესი და ესეთი ვარსკვლავური კერძი საქართველოს სამეგრელოს კუთხის, ღომი და ხარჩო. ტრადიციულად ვეცდებით ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად ტრადიციულად გავაკეთოთ და მაქსიმალურად გემრიელი გამოვიდეს ესე ერთიანი შრომით და ძალისხმევით. ღვინოს შემოგთავაზებ თან? აუცილებლად. სამეგრელოს გაუმარჯოს. გაუმარჯოს სამეგრელოს. როგორც უკვე გითხარით, ვამზადებთ ხარჩოს და ღომს. ამისთვის უკვე გამზადებული გვაქვს გარეცხილი ღერღილი, რომელსაც უბრალოდ დავდგამთ გაზზე და შემდეგ მომზადებაზე გადავალთ. რაც შეეხება ხარჩოს, გვაქვს ხორცი, ქინძი, ხახვი აუცილებლად, ნიორი, ცოტა პომიდორი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტომატ პასტაც, მაგრამ ალბათ ტომატს ჯობია რომ პომიდორი გამოიყენოთ, უფრო ხო ფრეში იქნება. გატარებული ნიგოზი, რაც შეიძლება წვრილად, სიცხარე არის აუცილებელი. გამოვიყენებთ ჭადის ფქვილსაც და რაც მთავარია მეგრულ სანელებლებს. რამე კავშირი თუ გაქვს კულინარიასთან სამზარეულოს რა როლი ეჭირა შენ ცხოვრებაში? ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჩემს ცხოვრებაში. უბრალოდ მე მაინც ვიყავი გარე დამკვირვებლის პოზიციაში ყოველთვის. მე ვიყავი დამგემოვნებელი. თავარი დამგემოვნებელი ბავშვობიდან, ხო. სხვა შორის ძალიან წუნია. ხო? ხო. არ ვიცი დედაჩემს ეწყინება თუ არა, მაგრამ დედაჩემი იმდენად კარგი შეფი არ იყო სახლში, როგორც ვთქვათ ბებიაჩემი. ბებიაჩემთან რომ მივდიოდი სახლში, სულ მიხაროდა, იმიტომ რომ იყო რა ფანტასტიურად აკეთებდა ყველაფერს. რა არა მხოლოდ მეგრულ კერძებს, მაგრამ მეგრულ კერძებს განსაკუთრებით. რა და ეხა ხარჩო რო ახსენე, ნუ ბებიაჩემის ხარჩო ისე მენატრება, პირველ რიგში ბებიაჩემი მენატრება ძალიან, იმიტომ რომ ნახევრად მისი გაზრდილი ვარ. და რაღაცა როდესაც სხვა შორის ძალიან ისეთი ვარ, პრეტენზიული ვარ, როდესაც მეგრულ კერძებს სინჯავ, იმიტომ რომ ბებიაჩემმა დადო რაღაცა თამასა ჩემს ცხოვრებაში და სულ ვადარებ ხოლმე, რომ აი თუ მივა, ლამარასთან თუ მივა, მაგის ხელთან და ძალიან სხვა შორის იშვიათად შემხედრია მსგავსი ისა რა, გამოცდილება ესე წარმატებული იშვიათად და მაგრამ შენ ხარ ძალიან ნიჭიერი ამ ამბავში და მე დარწმუნებული ვარ რომ წარმატებით ჩაივლის ეს გამოცდა მე ამას გამოცდა შეოფასებ მე მაგის პრეტენზია არ მექნება რომ შენს ამ ბავშვობის უკარგეს მოგონებას და ნოსტალგიას შევედარო მაგრამ ვეცდები ყველანაირად შენთან ერთად რომ მე რაში დაგეხმარო თან ეს მითხარ დავიწყოთ მომზადება კი ბატონო ამისთვის ჯერ უნდა დავამუშაოთ ხორცი აქ არის ერთი ფაქტორი, აი ეცადე რომ მიყვე ძვალს და ზედმეტი ნაწილები მოაშორო. აი. ბეკა ხორცია ეს რა დღეში ჩაგაგდე. აი. აქ არის ერთი ფაქტორი, შეიძლება წინასწარ გქონდეს მომარაგებული, მომზადებული, მორჩენილი ბულიონი ხორცის და ამ შემთხვევაში კარგია თუ ჭლე ხორცს გამოვიყენებთ, მაგრამ თუ ეს არ გვაქვს და წყლით ვამზადებთ წყლის ბაზაზე, კარგია თუ იქნება ესეთი ძვლიანი ხორცი, რადგან ეს ჟელატინის გამოუშვებს, გემოებით გაამდიდრებს და ეს ნივთიერებები უფრო შეასქელებს ჩვენს ხარჩოს და უფრო მეტად გაამდიდრებს მის არომატებს და გემოს რაც მთავარია. სწორია. ეს ძვალი უბრალოდ ცალკე დავტოვ და ხალხი უფრო ძვლიანი ის არის, მე დამინდე, მე მგონი ჩემკენ ძელიას. ბექა, შენ ბავშვობაზე მინდა რომ მოგვიყვე, იმიტომ რომ მგონია რომ რაღაც ისე ნოსტალგიურად დავიწყეთ გარემოზე, ზუგდიდზე ლაპარ, ხო, სამეგრელოზე ლაპარაკი, მინდა რომ უფრო მეტად გაგვიზიარო შენი ბავშვობის მოგონებები, ეს ნოსტალგია შემოვიტანოთ და ზოგადად რას გახსენებს, რა არის შენთვის ეს ქალაქი? ნუ რახან სამზარეულოზე ვლაპარაკობ თან და მეგრულ კულინარიაზე ჩემის ეს პროცესი მახსენებს პირველ რიგში ჩემს სახლს. იმიტომ რომ ძალიან ხშირად იყო აი ეს ხდებოდა სულ პრინციპში რა. შაბათ კვირას იმართებოდა დიდი ნადიმები. ანუ ქართული ტრადიციული ოჯახი და ეს კულტურა. კი, ნამდვილად და მამა ჩემს ძალიან უყვარდა ეს ამბები და მე სამეგობრო სანათესაო ყველანი მოდიოდნენ და ერთად ვერთობოდით და სიმღერა, ცეკვა, გართობა, ნუ აი ამაში ვიყავ, ბავშვობა მაქვს პრინციპულად ამაში გატარებული. აი ეს არის ჩემი ბავშვობა, სიმართლე გითხრა და ბებიაჩემის უგემრიელესი მეგრული კერძები, ხო? და ხშირად სხვათა შორის ჩვენ სახლში მოდიოდნენ ხოლმე არა ქართველებიც სტუმრად. ჩემი და არის ფრანკოფონი და სამეგრელოში მაგ პერიოდში, როდესაც ჩემი და ფრანგულს სწავლობდა, ჩამოვიდნენ მიურატების შთამომავლები. ვერონიკა, კი ბატონო, ვერონიკა და მისი მეუღლე ალენი, რომლებსაც პრინციპში პირველი შეხება სამეგრელოსთან
ქონდათ პირველი გემოები, თქვათ, მეგრული კერძები და ასე შემდეგ დააგემოვნეს ჩვენთან სახლში. აუთენტურ და ეს იქცა ჩვენს ტრადიციად. მას შემდეგ, რა ვიცი, ჩვენმა ოჯახმაც მე მგონი დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ საბოლოოდ დაფუძნდნენ ეს მიურატები სამეგრელოში და დღეს თუ არ ვცდები, ცხოვრობენ ჭყადუაში. რა მაგარია. ხო, რაღაცა როლი შეასრულა, მე ცოტა ვუტრირებ, მაგრამ ძალიან შევაყვარეთ სამეგრელო საბოლოო ჯამში. სამეგრელო მაგ პერიოდში იყო პრინციპში კარი ევროპასთან. არქანჯელო ლამბერტი, იტალიელი მოგზაური ამას ახსენებს, რომ ეს იყო კარი ევროპასთან, იმიტომ რომ მიურატებმა შემოიტანეს ეს დასავლური კულტურა, რაღაცა იმართებოდა ხოლმე ისინი მასკარადები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და შესაბამისად სამეგრელო ცოტა უფრო ადრე შევიდა, ვთქვათ, უფრო ადრე გახდა დასავლური კულტურის ნაწილი, ხო, საბოლოო ჯამში. და ეს მინდა ვთქვა, რომ არის ძალიან საინტერესო ამბავი, რომ როდესაც ადამიანები იზრდებიან განსხვავებულ კულტურაში და უწევთ მაგალითად და იაპონელებს ხშირად აქვს რაღაც სპეციფიური მენიუ და მუდმივად ჭამენ ანუ უმთევს ბრინჯს და რაღაც ხო მათთვის ძალიან უცხო არის და არაკომფორტული განსხვავებული კერძის მიღება. მე მაგალითად სუში ახლა ძალიან მიყვარს, მაგრამ ამისთვის რომ ეს გემო ჩემთვის კომფორტული და ორგანული გამხდარიყო, დამჭირდა რა საკმაოდ დიდი დრო და რამდენიმე ჯერ გასინჯო ამ კერძის და ქართულ სამზარეულოს აქვს, არ ვიცი ეს ჩემი დაკვირვებაა თუ სხვასაც შეუნიშნავს, ეს უნიკალური თვისება აქვს, რომ მაგალითად ხაჭაპურს არ სჭირდება რამდენჯერმე დაგემოვნება იმისთვის, რომ ეს გემო ახლოს მოვიდეს. ეგრევე გიყვარდება და ეგ საკმაოდ იშვიათია და ძალიან ესეთი ძვირფასი რაღაც არის, რომ ისეთი კომფორტულია, რომ საერთოდ უცხო წარმომავლობის ადამიანისთვისაც შეიძლება კომფორტული გემო გახდეს. არა, სიმართლე გითხრათ, ხლად ეგრე ვერ გაუშინაურდნენ მეგრულ კერძებს, სწორედ სიცხარის გამო. და ჩვენ მოგვიწია ახსნა, რატომ არის, ვთქვათ, მეგრული სამზარეულო ასეთი ჩვენს აგვიხსენი, რატო გვაქვს. ჩვენ აი ხარჩოზეც ახსენე შენ, რომ აი წიწაკადევს იქ და ცხარე უნდა იყოსო, ხო, მაგრამ დღეს ისეთი ცხარე აღარ არის. დღეს არის მეტნაკლებად ცხარე ხარჩო და ზოგადად მეგრული სამზარეულო რა, რაღაცა ადაპტირდა, თორე ადრე საუკუნეების წინ იყო ძალიან ცხარე და ამას აქვს თავისი ძალიან ეს იყო თავდაცვითი მექანიზმი, ასე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ოდესაც ლაპარაკობთ ცხარე ხარჩოზე, სინამდვილეში ლაპარაკობთ მალარიასთან ბრძოლის ისტორიაზე და არა მხოლოდ ზოგადად სამზარეულოზე, მეგრულ სამზარეულოზე, როდესაც ლაპარაკობთ, არა მხოლოდ სამზარეულოზე, მეგრულ არქიტექტურაზეც როდესაც ლაპარაკობთ, სინამდვილეში ლაპარაკობთ მალარიასთან ბრძოლის ისტორიაზე. და რას უკავშირდება, ხო, ეს მალარია იყო მეგრელებისთვის რაღაცა ისტორიული წყევლა, სახადი, ჯადო შუა საუკუნეებში და შუა საუკუნეებამდეც რაღაცა პრიმორდიალური ხანიდან მოყოლებული, ხო? ვიდრე მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე. 50-იან წლებში საბოლოოდ დააშრეს აი ეს ჭაობები, სადაც ბუდობდნენ ხო, აი ეს მალარიის კოღოები, ხო? დღეს მალარია არ არის მომაკვდინებელი დაავადება, ხო, ის არ იწვევს ლეტალურ შედეგს თუ იმკურნალი, იმიტომ რომ რაღაცა, თანამედროვე მედიცინის დამსახურებით, ხო, მაგრამ ჩვენს წინაპრებს და ჩემს მეგრელ წინაპრებს ეს თანამედროვე სამედიცინო მიღწევები ბუნებრივია, რომ არ ხელეწიფებოდათ, ხო, მაგრამ მათ მოიფიქრეს გენიალური ბუნებრივი ანტისეპტიკი. სიცხარე, ხო, რომელიც უწყობს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, იმაშვება, რა ქვია, აფართოებს სისხლძარღვებს, სისხლი უფრო სწრაფად მოძრაობს და ეს ყველაფერი უწყობს ხელს ტოქსინების გამოდევნას სხეულიდან და შესაბამისად ეს ფუნქცია ქონდა სიცხარეს. და ამასთან ერთად შენ სამეგრელოში ხარ ნამყოფი? კი. შეიძლება მაგ თვალით არ შეგიხედავს, მაგრამ კიდევ ერთი რამეა, რაც ისევ მალარიასთან ბრძოლას უკავშირებს. სამეგრელოში, აი აჭარაშიც არის ძალიან გავრცელებული ევკალიპტები, მაგრამ სამეგრელოში განსაკუთრებით გავრცელებულია და რატომ? ხო და რატომ? იმიტომ რომ ევკალიპტი არის, როგორ ვთქვათ, ბუნებრივი წყლის ბუნებრივი ტუმბო, ასე ვთქვათ. ერთი ევკალიპტის ხეს შეუძლია ასეულობით ლიტრი წყლის შეწოვა დღის განმავლობაში. და რატო გავდნენ ხო ამას ჩემი წინაპრები გარდა ესთეტიური ღირებულებისა რომ დაეშროთ ბუნებრივად ეს ჭაობები და შესაბამისად შეემცირებინათ აი ეს რა ქვია ფარგლები ამის გავრცელების ანუ ბრძენი მალარიის ძალიან გენიოსი ხალხი ეხა არქიტექტურა
ისევ მალარიას უკავშირდება საბოლოო კარიბჭეები და ეს ოდასახლები, ხო? ოდასახლები ულამაზესი, ყველას რო გვიყვარს და აგვაფრთოვანებს, ხო? ესეც იყო მალარიისგან დაცვის არქიტექტურა სინამდვილეში, იმიტომ რომ ხშირად ეს ოდასახლები არ დგას პირდაპირ მიწაზე. ხო, ქვემოთ აქვს შებჯენილი ან ხის, ან ქვის ხო, საყრდენები. კი. ეს უწყობდა ხელს იმას, რომ ჰაერის მომხდარიყო ჰაერის ცირკულაცია სახლის ქვეშ. ნაკლები სინესტეც იქნებოდა. სინესტე შრებოდა, ეს აღარ იყო ესეთი სინესტე და იქ ვეღარ ბუდობდა, თავს კომფორტულად ვერ გრძნობდნენ კოღოები. შესაბამისად, აი ეხლა რო წარმოიდგინო, რომ მეგრულ ოდაში ცხარე ხარჩოს რომ ჭამე ევკალიპტების ბონზე, რას აკეთებს შენ ხდები მალარიასთან საუკუნოვანი ბრძოლის ნაწილი. ანუ ძალიან მაგარია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ფასადური და უბრალოდ გარედან ლამაზი და გემრიელი კი არ არის, ყველაფერს აქვს თავისი შინაარსი, კონკრეტული მნიშვნელობა დატვირთვა და აზრი დევს ამ ყველაფერში და მე მგონი მართლა ძალიან ბრძენი ხალხი ხართ ეს მეგრელები. არ შემიძლია არ დაგეთახმოთ, ჩემო არა. კაი, მე ხა მოგცემ აი ამ ხორცებს და შეგიძლია რომ დაჭერებად. მე ეს დიდი წუნახე ეს ვაწვალე ეს. არა, მეც ვაწვალე კარგად. შენ დაჭერი კუბებად, გაითვალისწინე რომ ოდნავ დაპატარავდება კიდევ ზომაში ხარშვის დროს და იმ ზომაზე დაჭერი შენ როგორც კი, რა ვიცი. შენ როგორც გესიამოვნებოდა ერთი ლუკმა რომ იყოს. და ამასობაში ჩვენ ჩავადგამთ ამ ხორცს, ვადუღებთ დაბალ ცეცხლზე რამდენიმე 1 საათის განმავლობაში მაგალითად, რაც უფრო ბევრი დრო გაქვთ, უფრო შლილი და უფრო ნაზი ხორცი გამოვა. ზოგადად ადრეც მithქვამს, ეს არის ხორცის მომზადების მთავარი ამბავი, რომ ადუღო და ხარშო ძალიან დაბალ ტემპერატურაზე მაქსიმალურად დიდი ხნის განმავლობაში. უფრო კონცენტრირებული, უფრო გემრიელი, ნაზი და შლილი ხორცი გამოდის. იგივე შემთხვევაში გუმელში გამოცხობაც და სტეიკზე არ საუბრობ, რომელსაც ძალიან ცოტა დრო ჭირდება და მაღალი ტემპერატურა, რომ უცებ გამოცხოს და გამზადდეს და შიგნით უმი დარჩეს. მე მგონი ეს ნორმალური ზომები არა? კი, საკმაოდ კარგი ზომებია. ლუკმისთვის ნორმალ, სხვა შორის ლუკმა არის არაბული სიტყვა. ლუკმა. აი იქიდან გვაქვს შემოტანილი? ისა ბევრი სიტყვა გვაქვს. უნდა იყოს არაბული. ამის დედავად. რატო უნდა იყოს ლუკმა არაბული? და ჩვენ გადმოვიდეთ. ამასობაში სუფრაც არაბულია, ეს ცნობილი ფაქტია. არაბისტი ხარ ხო შენ და ხო ეს ამ გარდა იმისა რომ ჟურნალისტი ხარ საკმაოდ წარმატებული და იდეალურად ართმევ შენ სამსახურეობრივ მოვალეობას თავს, სხვა პროფესიის ხარ და საერთოდ განსხვავდება. ესე გარეგნობითაც მართლა როგორ გავხარ არაბი? კი, გავარ სხვათა შორის. რა სასაცილოა ეგ ამბავი? მაგიტო რატო გაგიჩნდა ეგ სურვილი რომ ერთი გესწავლა ეგენა, ზოგადად არაბისტი ყოფილიყავი და მე მინდა რომ აი ხა დარწმუნებული ვარ ჩემი თაობის ადამიანების გვიყურებენ და ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია გაცვლითი პროგრამები, საზღვარგარეთ სწავლა და შენ როცა ამას აკეთებდი, მაგ დროს არც ეს გაცვლითი პროგრამები იყო. ხო და შენ მოგვიყევი მაგას ვამბობ, შენ მოგვიყევი როგორ წახვედი? ძალიან მიყვარდა ბავშვობიდან ლიტერატურა, ძალიან მიყვარდა პოეზია. საბოლოო ჯამში ამ ლიტერატურამ მიმიყვანა არაბისტიკამდე, იმიტომ რომ რატომღაც გადავწყვიტე, რომ რატომღაც კი სწორადაც გადავწყვიტე, რომ ეხა აბიტურიენტობის დროს ვიფიქრე იურისტი ჩემგან დადგება თუ არა და ვერ დადგება, ვიფიქრე რომ არ არის ეს ჩემი საქმე. ეს რაღაცა ზუსტი მეცნიერებები დიდად არ მიზიდავდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მათემატიკოსია და საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე, რომ მივხვდი, გამოუტყდი საკუთარ თავს, რომ ვარ ჰუმანიტარი. აჰა. ხო და ძალიან მიყვარდა ბავშვობიდან აღმოსავლური ლიტერატურა, ანუ მხოლოდ არაბული, სპარსული და ასე შემდეგ, ხო? შორეული აღმოსავლეთით სხვათა შორის, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი გავაკეთე მაინც არაბულ ლიტერატურაზე და ხო, ჩავაბარე არაბისტიკაზე ამ მიზეზით და სხვა შორის პირველივე კურსიდან ვცდილობდი რაღაცები მეთარგმნა, მაგალითად მე ძალიან მიყვარს სირიელი პოეტები, პალესტინელი პოეტები, მაგალითად, ვისაც არაბული პოეზია უყვარს, მათთვის ეს სახელები ცნობილია, ნიზარ კაბანი, მაგალითად, მაჰმუდ დარვიში, ადონისი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესენი არიან ვარსკვლავები არაბული პოეზიის. პირველივე კურსიდან დავიწყე რაღაცების თარგმნა, არც ისე წარმატებულად, იმიტომ რომ ჯერ ვსწავლობდი არაბულ ენას, ხო? და მეორე კურსზე უკვე ისე აღმოჩნდა, რომ მე რა პროგრამითაც წავედი, ამ პროგრამით მიდიოდნენ მეოთხე კურსელები, იმიტომ რომ რაღაცა უკვე ფუნდამენტური ცოდნა მეტნაკლებად მეოთხე კურსზე უკვე გაქვს, მაგრამ მე იმდენად მოვინდომე და იმდენად მართლა ღამე ვიძინებდი ხოლმე, არის ესეთი რადიო, დღესაც ხანდახან უსმე, ერაყული
ორი რადიო, ერთი არის დიჯლა და მეორე არის ფურა. ეს არის ტიგროსი და ეუფრატი. და უსმენდი, ღამე ვიცინებდი ამის მოსმენით, ხო, აიპოდში, მაშინ აიპოდში ვისმენდი ხოლმე და არაფერი არ მესმოდა, უბრალოდ მინდოდა შევჩვეოდი ენის მუსიკას, იმიტომ რომ არაბული ენა არის ძალიან მუსიკალური ენა. ყველაფერი იყო ეს ჩემს ცხოვრებაში, არაბულმა მოიცვა ჩემი ცხოვრება ფუნდამენტურად რა. რამაც პრინციპულად გამოიღო შედეგი. თუმცა ამან საშუალება რომ გამეგრძელებინა სწავლა ქუვეითში. და როდესაც ჩავედი ქუვეითში, ძალიან უცნაური იყო ჩემთვის რა, რაღაცა დიდი კულტურული შოკი, იმიტომ რომ მიდიხარ საქართველოსდან 18 წლის, ბავშვი ვიყავი რა, მართლა ბავშვი ვიყავი და რო ჩავედი და საერთოდ ყველაფერი განსხვავებულა ისე მართლა ეს რო გამოვედი აეროპორტიდან მახსოვს რომ ეს შავი და თეთრი როგორც ინი და იანი ირეოდა ერთმანეთში შავნი კააბებში ეს ქალები და თეთრ დიშდაშებსა და ფუსტანებში ეს კაცები და ვერავინ რო ვერ დავინახე ჩემნაირად რო ეცვა იგეთი რომ რა სად ვარ რაში ვარ როგორ ვარ რა ხდება საერთოდ კულტურული შოკი ძალიან სერიოზული ხო და მე ენაც ხოთა შორის მე რა ენასაც სწავლობდი საქართველოში ეს არის სტანდარტ არაბიკი ეს არის ფუსჰა სალიტერატურო არაბული ენა მედია როგორც ბეჭდური ასევე ტელევიზია და ლიტერატურა პოეზია იქნება რა იქნება არ აქვს მნიშვნელობა იწარმოება სალიტერატურო არაბულზე ანუ ფუსჰაზე მაგრამ ხალხი ქუჩაში ლაპარაკობს დიალექტზე და რა უცნაურია რომ ტელევიზიით გესმის ეს ენა ეს სტანდარტ არაბული მაგრამ ქუჩაში რო გადიხარ და ადამიანს ელაპარაკები ამ ენაზე დაგცინის. ხო. მისთვის არის ძალიან უცნაური ეს ენა, რომ აი მასავით მე მახსოვს რომ ბავშვი გადარბოდა ქუჩაში, იქნებოდა ალბათ 7-8 წლის სადღაც. და დაუძახე რომ ნუ რაღაცა მანქანა დაგეჯახებოდა რომ რაღაცა შემოტრიალდა რა ჰარუნ არ-რაშიდივით მელაპარაკებია. ხო და როგორ მე რო ვთარგმნეს ჩემს თავში დაახლოებით შეზდეკ ჭაბუკო დაღა თუ აი ესეთი რაღაც გამომივიდა რა. ხო. ესეთი რაღაც გამომივიდა და მოტრიალდა და რა ჰარუნ არ-რაშიდივით მელაპარაკებია რა ენა არისო და მათ დავისტრესე მაგრად რომ მეთქი ეს ენა ამდენს რო ვსწავლობდი ეს ქუჩაში თუ არ გამომადგა და მე დავიწყე ჩემმა საერთოდ სხვა დაგხვდა სიტუაცია საერთოდ სხვა და მე მაჩუქა მეგობარმა ქუვეითური დიალექტის წიგნი რომელიც ძალიან მარტივად დავამოღამე იმიტომ რომ დიალექტი ის არის რომ იქიდან გამომდინარეობს ხო სალიტერატურო ენიდან და მარტივად ავითვისე ეს ქუვეითური დიალექტი ძალიან საინტერესოა მე ვგიჟდები ზოგადად ადამიანებს რომ რაღაცა ჰობები აქვს რაღაცა ინტერესი და რაღაცაზე რომ ლაპარაკობენ სიყვარულით აი ძალიან მიყვარს და ეხლა თან მით უმეტეს შეიძლება გიყვარდეს ფრენბურთი და ფეხბურთი და კულინარია რაც აი ისეთია ყოველდღიური და ესე ადამიანმა გადაწყვიტოს რომ არაბული ენა უყვარს და მე რა ესე მოინდომოს ძალიან მაგარი და ძალიან საინტერესო ენა განყენებულად ესე ვერ გიყვარება უნდა გიყვარდეს კულტურას და ტრადიციების და სამზარეულოც მათ შორის სამზარეულოც მე ჩემთვის იყო შოკის მომგვრელი სხვა შორის ერთხელ დამპატიჟეს ქორწილში და იგეთი არაფერი არ მინახავს არასდროს რომ შევედი თუ არა შუაში დიდი უზარმაზარი დარბაზი და შუაში არის უზარმაზარ ლანგარზე არის მთელი აქლემი შემწვარი აქლემი ო აი სული შოკში ვიყავ და მიდიან რა აი ეს ღელი და ეს ავისი წესებია მან და რაღაცა მე შევხედე ამას რომ ეს იყო რაღაცა ძალიან ველური და სინამდვილეში არ იყო ველური რა რაღაცა წესები არსებობს იქ როგორ უნდა მოტეხო ის რა ნაწილი უნდა მოტეხო კუზს რო არ უნდა მიადგე ეგრევე კუზი ხო ის არის ცხიმი არის ცხიმი არის ხო მაგრამ მარტო ცხიმი არ არის და კუზი ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად რა და ქორწილში მით უმეტეს რომ ჯერ ფარაკასთან მეფემ და პატარძალმა უნდა მიიღო ეს კუზის ისა ნაწილი და მე შენ და ეს ხო და ძალიან უცნაური ტრადიციაა, მაგრამ ძალიან საინტერესო რა და წესები, როგორ უნდა ჭამო ბრინჯი, იქ ბრინჯი როგორ უნდა ჩადო ეს ხორცი შუაში, რომ უფრო გემრიელი გამოვიდეს და რაღაცა. ნუ თქვათ მეგრელები არ ხართ ტოპ ყველა მაგრე. არა, მეგრელებთან ვერა, არა, არაბები ვერ მოვლენ მეგრელებთან. ანუ ესე იგი, საქართველოში ტორტს ჭრის და პირველი მიირთმევს მეფე დედოფალი და იქ აქლემის კუს, რომელიც არის ყველაზე გემრიელი. გამაზინჯეს, გამაზ როგორც სტუმარს მერგო 1000 კაცი იყო მაგ ქორწილში და ეს კუზი ყველას ვერ შეხვდებოდა. მედარა ნაწილი კაიყო.
ძალიან გემრიელი. დავიწყოთ ჩვენი ხორცის მოხარშვა. ჩვენ აქ ჩავალაგეთ ხორცი როგორც მჭლე, ასევე ცოტა ცხიმი და როგორც ვთქვით, ძვლის ნაწილი, რომელსაც შემდეგ გამოვიღებთ, ეს გვჭირდება უბრალოდ არომატებისთვის, წვენის შესასქელებლად და იმ ნივთიერების გამოყოფისთვის, რაც ბევრად გამდიდრებს ჩვენს ხარჯოს. დავასხამთ წყალს, ისე რომ ფარავდეს ხორცს და ვადუღებთ დაბალ ცეცხლზე, რამდენიმე, არ ვიცი, ჩვენ 1 საათი ვადუღებთ, თქვენ რამდენიც გინდათ, იმდენი ხანი ადუღეთ. დავამატებთ დაფნის ფოთოლსაც, 3 ცალი ალბათ საკმარისი იქნება. ხო, თავისებური ისეთ არომატს მიცემს. წეგან საუბრობდით, რამე კავშირი ხო არ არის დაფნას და არაბულ ენას შორის და თუ ვინმე რამე იცით, დაგვიწერეთ კომენტარებში. მეგობრებო. ესე იყოს, წამოდუღდეს თავისთვის, იხარშოს. ამასობაში მივხედოთ ჩვენს ღომს, აქ არის კარგად გარეცხილი ღირღილი. შევამჩნიე, რომ არის თოვლივით ქათქათა. ხო, ეგ არის მნიშვნელოვანია, ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის, ხო. ეს შავი წერტილები არ იყოს. ეს არის ძალიან მარტივი და გენიალური კერძი, რომელსაც ის ფუნქცია ჰქონდა, მე რამდენადაც ვიცი, რომ რაღაც პურის დანიშნულებას ასრულებდა. გარნირი, მთავარი გარნირია, ხო. ამასთან. მაგრამ თავიდან ეხა ეს არის ისა, ხო, სიმინდისის, მაგრამ ისტორიულად სამეგრელოში იყო ღომი იყო ესეთი მცენარე. თვითონ ღომი ერქვა მასაც კი ფეტვისავით ფეტვის კულტურის ის არის ერთ-ერთი წარმომადგენელი. მერე თორსე მე-17-18 საუკუნეში ამერიკიდან რო შემოვიდა სიმინდი, ხო, მეც ეგრე ვიცი. შევიდა ევროპიდან ოსმალეთში და ოსმალეთიდან შემოვიდა მერე სამეგრელოში. ან სადღაც მე-18 საუკუნე იქნება, ხო, რომ პერიოდში, ხო. ამერიკიდან წამოსულმა სიმინდმა ესე ჩაანაცვლა ქართული ღომი. იმიტომ რომ ბევრად უფრო ამ ნოტიო ჰავა უწყობდა ხელს, რომ უფრო მარტივად იყო მოსაყვანი, შენახვაც ბევრად უფრო მარტივი იყო ზამთარშიც მათ შორის და ისა და უფრო მოცულობითიც იყო და უფრო ნოყიერიც. და ეს სამეგრელოც ახლა ომში იყო როგორც საქართველოს ყველა მხარე და ჩვენ ოსმალეთთან ვიყავით ომში და შესაბამისად 1000 უბედურება და ამ ომში რა თქმა უნდა გჭირდებოდა ბევრად უფრო პრაქტიკული, რაღაცა რაც უფრო მარტივი და პრაქტიკული იქნებოდა და შესაბამისად მთლიანად ჩაანაცვლა ეს ღომის ღომი იდეაში. ამას დაახლოებით, რადგან დიდი ხანია უკვე წყალში, სადღაც 20 მაქსიმუმ 30 წუთი დასჭირდება, სრულიად საკმარისი იქნება. ცალკე დავდგით ხორცი ასადუღებლად და იხარშება. თუ საჭირო იქნება მუქაფეთ შეგიძლიათ, აქეთ არის ღომი, რომელიც დაბალ ცეცხლზე წამოდუღდება და თან ვურავთ ხოლმე მუდმივად. სამწუხაროდ არ გვაქვს თუჯისქვაბი, რომელსაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. მე როგორც ვიცი, ადრე ღომს აკეთებდნენ ხოლმე ცეცხლზე შეშაზე, რაც უფრო ესეთი იყო ინტენსიური ცეცხლი და ტემპერატურა და თუჯისქვაბს აქ უნარი რომ სტაბილურად გაანაწილოს, ესე შეინარჩუნოს. ზუსტად, მეგრულად ქვია ჩუანი. ჩუანი. ეს ჩინურ სახელს გავს. თვითონ ღირღილი არის რთული ნახშირწყალი, რაც ადამიანისთვის რო ენერგია შეინარჩუნოს საკმაოდ მნიშვნელოვანია. შენც ამბობდი რომ როცა მუდმივად მტერს ებრძოდა ეს ერი და სულ იმაში იყო რომ პრაქტიკულ დონეზე იყო მნიშვნელოვანი მათთვის რას მიირთმევდნენ, ის რომ რაღაც მიირთვა ცხიმიანი საკვები დააბალანსო გარნირთან ერთად და მერე დიდხანს გაყვეს ეს ენერგია საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ეხლა მოდი გადავიდეთ და უბრუნდეთ უფრო სწორად ისევ ხარჩოს, მე მოგცემ ნიორს და შენ მინდა რომ დაჭყლიტო? მე მიყვარს ნიურიანი, აი კარგად გიждები, მე ძალიან მიყვარს. მე ხავხს დავჭრი 2 თავს. გამიგია რომ ხავხი უხდება ცოტა სქლად დაჭრილიც, მაგრამ მოდი ცოტა წვრილად დავჭრი მაინც. სამეგრელოში შევხვდებით ძალიან ლამაზ და მოწესრიგებულ ეზოებს. აი რაღაც ძალიან კულტურულ, დავარცხნილ, თითქოს ევროპული, აი თითქოს რაღაც სხვა ქვეყანაში ხარ, როცა სამეგრელოში ჩადიხარ და იქაურ ხალხს და იქაურ ქუჩებს ნახულობ, ეცნობი. რა დატვირთვა აქ მაგას? იმიტომ რომ მეგრელი არ უყურებს ეზოს, უბრალოდ არ აღიქვამს როგორც უბრალოდ ეზოს. ეს არის ჩათვალე დიდი მისაღები მეგრებისთვის. ან მაქედან იწყება სახლის მისაღები, რა თქმა უნდა, აბარა. პირდაპირ სამეგრელოში სახლში რო შედიხარ მისაღებში ჩათვალ. მეგრელისთვის იწყება მისაღები, როგორც ჭიშკარს გააღებ, იმთავითვე მისაღები, იმიტომ რომ ოდიდან იმართებოდა აქ დიდი სუფრები. სახლში, ოდასახლში იშვიათად, იმიტომ რომ არც ეტეოდა ჯერ ერთი ამდენი ხალხი და გარეთ იშლებოდა სუფრა, ხო? და საიდან მოდის ახლა? ეს არ არის ძალიან ძველი ტრადიცია სხვათა შორის, მე როგორც ვიცი. ბებია ჩემისთვის, ლამარა იზორიასთვის ეზო იყო პრესტიჟის ამბავი. მეც ეგრე მგონია. ეს სტუმარი მოდის, აქ უნდა ჩანდეს
დიდი ჯაფა, დიდი შრომა, დიდი ის, იმიტომ რომ ეზოს, გაზოს ჭირდება ძალიან დიდი მოვლა, კი. ბალახი, მინდორი. მერე ჩვენს ეზოში იყო ბებიაჩემის სახლში უზარმაზარი პალმა, პალმის ხეები, ულამაზესი, უსაყვარლესი. ამას სწორად ჩვევი მე ხა? კი, კი, მაგას არასწორად ვერ ციზამ. მოუკვდიტირით ვიღაცას ეგონება რომ გადავირიე სამტრე. რაზე ტირისა ნახავ, რა უთხრა ბეკაყორშია, კაცშვილი არა უტირებია ცხოვრებაში და რა უთხრა ბეკაყორშია მანაყაულაშვილს ისეთი რომ ცრემლებად იღურებ. ჩვენ დავჭერით ხახვი. დავკეპეთ ნიური, მე წიწაკაც დავკეპე და შეგვიძლია დავუმატოთ კიდევ ბექამ გატეხა ნიური საჭყლეტი. იქი დავჭყლიტე. ნიური საჭყლეტი ბექა ყორშიამ, აქეთ დაჭყლიტა. და ეხლა გადავიტანოთ, დავიწყოთ უბრალოდ ხახვის მოცულშვა, რასაც ცოტა დრო დასჭირდება, რომ კარგად კარამელიზდეს, სითხე გამოუშვას, გამჭვირვალე გახდეს და შემდეგ უკვე დავიწყებთ კერძის აწყობას. კარაქს გადავიტანთ დაბალ ცეცხლზე და სანამ ბოლომდე გავუღვება დავუმატებთ ხახვის. სანამ ხახვი ითუშება და სანამ გახდება გამჭვირვალე, გადავიდეთ ნიგოზის მასის და სუნელების მასის შეზავებაზე, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხარჩოსთვის და მეგრული სამზარეულოსთვის. ნამდვილად ანა. და თან მინდა რომ მაინც ისევ შენზე ვისაუბროთ და მის მინეზე ვისაუბროთ. დასაწყისში ვახსენეთ, რომ შენ ხარ მის მინეს გუნდის ნაწილი და ერთ-ერთი ალბათ ყველაზე პოპულარული. პირველივე დღიდან. მეც სხვათა შორის პირველივე დღიდან შევგაცემა არ ჩასწრა. არა, მაგრამ ჩართული იყავი. ჩართული საინიციატივო ჯგუფში და მთელი ამბები. ძალიან ვამაყობ მაგამით, რომ მეც რაღაც წვლილი მაქვს მის მინეს გუნდის შენებაში შეტანილი. მის მინეში ისეთი გუნდი შევიკარით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის კომფორტი რა. ძალიან მნიშვნელოვანია კომფორტი და მის მინეში ეს კომფორტი შეიქმნა ჩემთვის რა. მე ვარ ხასიათების კაცი, განწყობების კაცი. თუ რაღაც არ მომწონს, არ გავაკეთებ. თუ ხალხი არ მომწონს, სადაც ვიწყებ მუშაობას და რაღაცა არ გავაკეთებ და აქ არის ფანტასტიკური ხალხი. ყველა ერთმანეთზე უკეთესი მართლა და მართლა არის თანავარსკვლავედი. შეიძლება ასე ითქვას და მე ჩემში ყოველთვის უფრო ჭარბობს სკეპსისი ვიდრე ოპტიმიზმი მომავლის და ძალიან უცნაურია ჩემთვის რომ მისმინე მე ჩემში რაღაცნაირად ოპტიმიზმი გააღვივა ეს ოპტიმიზმი კი არა საერთოდ დაბადა რომ გააღვივა უნდა არსებობდეს და არ არსებობდა მანამდე ჩემში ოპტიმიზმი და ეს ოპტიმიზმი დაბადა და რაღაცა ნაპერწკალებით არის რომელსაც ყველანი სულს უბერავთ რომ აგიზგიზდეს და უკვე აგიზგიზდა რაღაც თვალსაზრისით იმიტომ რომ გარშემო მე ადამიანები რომ ხვდები ყველა მიცის თითქმის რავი თბილისში ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრმა იცის მის მინე. დიდი ცოდნის, დიდი განათლების, დიდი გამოცდილების ხალხი შეიკრიბა ერთი იდეის გარშემო. ხო. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი რაღაც, ხო? და მომწონს და ვამაყობ, რომ ერთად ჩვენ ყველანი ვაშენებთ და მართლა დამოუკიდებელ ქართულ მედიას. და რა გაძლევს მაგის мотиваციას, რომ აქ დარჩე და აქ მიუძღვნა შენი თავი ამ ქვეყნის განვითარებას. ხო, ჩემ შემთხვევაში ეგრეა რა, მე სადაც არ უნდა წავიდე და სადაც მისწავლე, სულ მენატრებოდა საქართველოს. საქართველოს გარეშე არ შემიძლია, ქართული ენის გარეშე არ შემიძლია. ქართული ენა რომ მესმის, თავს უგრძნობს საკუთარ სახლში. ენა არის ჩემი სახლი, ქართული ენა არის ჩემი სახლი პირველ რიგში და მე მგონია რომ ბევრი არის ასე. ამდენად სამშობლო არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამშობლო არ არის მხოლოდ ფიზიკური და გეოგრაფიული მოცემულობა, ეს არის ემოციური მოცემულობა პირველ რიგში. ჩვენ რა სიტუაციაში ვართ დღეს, ხო? აი ჩავთვალოთ, რომ სულხან საბა, რომელიც ჩავიდა ლუი მე-14-სთან და ეუბნებოდა რომ იქნებ რაღაცა გახდეს საქართველოს დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი, დღეს არის პირიქით. ჩავთვალოთ, რომ სულხან საბასთან ჩამოდის ევროპა. ლუი მე-14 აქეთ ჩამოდის და ეუბნება რომ გახდით ჩვენი ნაწილი. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არ გვყავს დღეს სულხან საბა. რო გასცეს პასუხი, ის პასუხი რაც მაშინ იქ ეჭირათ ბავშვებს და ახალგაზრდებს, ხო, ტრანსპარენტებად. კი ევროპას, არა რუსეთს. ხო და ეგ არ დღე მამუკა მდინარაძე ყავს. ვახტანგ მე-6-ის ნაცვლად და სულხან საბას ნაცვლად, ხო? მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე და ეს რაღაცა სასცენო ბიზნესის თეატრის სასცენო ბუტაფორიები, ხო? მე გადადგამს, გადმოდგამს და ის. რა ჩვენმა წინაპრებმა იშრომეს, იმ შედეგამდე მივედით და ეხლა ჩვენ ვეუბნებით უარს. ეს არის ჩვენი ისტორიული გზა, ეს არის ჩვენი თავისუფლების მემკვიდრეობა, რომელიც უნდა დავიცვათ. ეს არის ჩვენი ვალი დღეს, ყველას ვალია ეს. ეს არის როგორც დღეს ეწინააღმდეგებოდე რუსულ რეჟიმს, ეს არის შენი როგორც ჯარისკაცის ვალი.
აი რომ მოდის მომხდური, რომ მოდის და გიფხრობს და უნდა აიღო ფარხმალი და იბრძოლო, აი ეგრე უნდა ვიბრძოლოთ ამ სისტემას. სხვანაირად აფი არ გამოვა. დღეს შეიძლება ჩანს, რომ საპროტესტო მუხტი ოდნავ მინავლებულია, მაგრამ ეს ენერგია არსად დაიკარგება. არსად არ დაიკარგება, არ არსებობს, რომ ეს დაიკარგოს და ქართულ ხალხს ეგ ჩვევია, ჩვენ საზოგადოებას ეგ ჩვევია, რომ შეიძლება რაღაცა დროს მიიძინოს, გადაიღალოს, მაგრამ მე ეს ბრაზი ერთიანად აკუმულირდება და იხულებს, აი როგორც ცუნამი. ეგრე იყო რუსული კანონის წინააღმდეგ, მაგრამ თავარია რომ აი რო იხულებს, აი მაგ მომენტს, ეგ მომენტუმი არ გავმასოთ და დავხდეთ მომზადებულები. სანამ შენ საუბრობდი და საუბრობდი ძალიან კარგად, მე გადმოვიტანე თასში გატარებული ნიგოზი, დავუმატე შენ მიერ დახიხილი დაჭყლეტილი ნიორი, ახლა ვუმატე ხმელ სუნელს, უცხო სუნელს, წითელ წიწაკას და ცოტა ცოცხალ წიწაკასაც ვფიქრობ რომ დავუმატებ. კარგია. და ყვითელ ყვავილს. დაუბრუნდეთ ხმელი ხაცკესებს. სუნელიც გამოვიყენოთ, მოდი. შენ როგორ გინდა რომ დაგინახოს მომავალმა თაობამ, რო გაიგონებენ ბექა ყორშიას, რა გინდა რომ ახსენდებოდეს ხალხს შენზე? იცი რა შეიძლება არც აფი არ გაახსენდეს. შენ რა გინდა? ხო, მე რა მინდა? ხო, ალბათ სისტემასთან მებრძოლი ყველა დროსა და სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ მე და მინდია არაბული, როდესაც ამ გადაცემას ვაკეთებთ, რამხელა ენერგია ვსდებთ, იცი, აი, უბრალოდ შეიძლება ვერც წარმოიდგინოს ჩვენმა მაყურებელმა, ჩვენთვის გადაცემის კეთება არის მართლა სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში შესვლა. ეს ხო არ ჩანს იმ გადაცემაში, მაგრამ ძალიან დიდ რესურსს დებ ემოციურს და აზარტული ვარ და ისა, ხო. და უბრალოდ ის არის, რომ მაინც ინტერნეტ პროდუქტია, რაღაცა შენი შემოქმედებითი წვა, ყველაფერი ამაში მიდის და შეიძლება უბრალოდ ეს ვიდეო წაიშალოს, აღარ იარსებობს ამ ვიდეომ, ხო? და ამას შეგუებული ვარ, რომ შეიძლება გაქრეს ეს ყველაფერი სინამდვილეში. მაგრამ ამდენად ეს ნიშნობა აქედან ვერ წაი. ო, აქედან კი ბატონო. ამდენად სულ ვართ აქ და ახლა. რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და რაც მთავარია. რისთვის ვაკეთებთ? ყველანი ერთობლივად ვაკეთებთ რაღაცას, რაც გონია, რომ შეიძლება ჰიპოთეტურად ვუშვებთ, რომ ოდნავ წაადგეს ამ საერთო ბრძოლას. კი. ძალიან პათეტიკური ვიყავი მე მგონი, რა გადასარევი ვიყავი. პირველად გავაზიარე ეს ჩემი ისინი. ზუსტად დამოკიდებულება საკუთარ ნაშრომთან. ზუსტად ეგ იყო მიზანი. ეხლა შეიძლება მაყურებელმა იფიქროს რა შუაშია კი, მაგრამ ეს ხარჩო და პროტესტი, მაგრამ შენ რო ეხა აქ კომფორტულად არ ყოფილიყავი, ჩვენ რო ხარჩოთი არ დაგვეწყო, ჩვენ რო სამზარეულოში ჭიქა არ მიგვეჭახუნებინა, შენ ამას არ იტყოდი. აბსოლუტურად გეთანხმები ანა. ამიტომ ჩემი აზრით და შენ გეკუთვნის ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ ხარ ძალიან კომფორტული წამყვანი, ძალიან და მე აქ ანა რო გეტყვით რომ მოდით ჩემთან სტუმრადო მეგობრებო, აუცილებლად მოდით. ჩვენი ხახუ შეუქროს ბრდა, ახლა დავუმატოთ პომიდორი და ვაცადოთ სანამ წყალი აორთქლდება. ეხლა ჩვენ გადავიტანთ ხორცებს ამ პომიდურის და ხახვის მასაში და ამ ბულიონს შევინახავთ, როცა დაგვჭირდება ხარჩოს გასქელება, აუცილებლად გამოვიყენებთ. ზოგადად ისე ხარჩოზე ზოგი ამბობს, რომ სულ ხარჩო რაღაც წვნიანად მოიაზრებენ ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში ენც დამეთანხმები ალბათ, რომ სამეგრელოში საკმაოდ ბლანტი და სქელი ხარჩო ეციან. ბექა, შენთვის რა არის, რა იქნებოდა იდეალური ქართული სუფრა? აი სტარტერიდან დაწყებული, მთავარი კერძი, დესერტი, სასმელი. ჩემი აზრით უნდა დაიწყოს ყველაფერი იმერული კერძებით. ხალეულობით უნდა დაიწყოს, სუბუქად, დახვეწილად, აი დასალური დახვეწილობა სხვათა შორის აქვს იმერულ დამზარეულებს. ხო. იმდენად რამდენადაც სამეგრელოსთან შედარებით იმერეთი ოდნავ უფრო ღარიბი რეგიონი იყო ისტორიულად. ადამიანებმა იპოვეს გამოსავალი, რომ აი ეს მცენარეები, რომლებიც მათ გარშემო ხარობდა, ყველა მათგანს, თითოეულ მათგანს უპოვეს უნიკალური ფუნქცია. ამ მცენარეებისგან ერთი შეხედვით რომ ვერაფერს ვერ გააკეთებ, გააკეთეს საოცარი კერძები. აი საოცარი კერძები რაღაცა და ეს არის ხელოვნება. ეს იქნება და გამხსნელი. მე უკვე მეგრული შემოდის. ხომი შემოვა, ცხელ-ცხელი სუფრაზე, ხარჩო შემოვა. ცოტ-ცოტა ყველაფერი რო ეს რაჭული ლორი მიყვარს. გიშდები. ძალიან მიყვარს. აი, ძალიან მიყვარს. ცოტა რაჭული და მოვციცკდიდი მაგასაც ცოტა. მერე უკვე შემოვა კახეთი, შეხარჩემ ბატონი, მწვადი მიყვარს. მწვადი და შოთისკური. ამდე ვერ გაუკაჭავს ადამიანი, მაგრამ ნუ ეს და მერე უკვე ბოლოს დესერტი. დესერტი რომელი? ჩურჩხელა და ფელამუში. ფელამუში მიყვარს. ამასობაში მგონი ჩვენი ხარჩო მზად არის.
გემოების გასწორება დასჭირდება აუცილებლად და გავსინჯოთ ეხლა და გავიგოთ რა აკლია, რა აქვს ზედმეტი და დავაბალანსოთ. ღომი თითქმის მოიხარშა, ახლა დავუმატებთ ძალიან ცოტა სიმინდის ფქვილს, დაახლოებით 2 სუფრის კოვს, არც კი, იმიტომ რომ ღომი საკმაოდ კარგი აღმოჩნდა, ისედაც ნახეთ როგორ თოვლივით ფითქინაა და საკმაოდ ცოტა რაოდენობით სიმინდის ფქვილი არის საჭირო იმისთვის, რომ კარგად შეიკრას და თან მაინც იყოს ფაფუკი და ჰაეროვანი. ბექა, უნდა გაგვისინჯო ჩვენი გაკეთებული ღომი და ხარჩო. კაია? სიტყვას არ ვეცავებ. მართლა? სუპერ. ბრავო. პირველ ჯერზე ღომი ადამიანს ესე კარგი და ესეთი გამოწვევა მე. ჩვენ გავკეთეთ ერთად. გამომარჯო შენ სამ გადაცემას, ამ ფანტასტიკურ წამოწყებას. გაგიმარჯო შენ და გამომარჯოს მისმინეს, რა თქმა უნდა, ჩვენ სამ საერთო წამოწყებას. და ხო, რა ვიცი, ისურვებ წარმატებას. მადლობა. შენს გაგიმარჯოს. ქვეყანას გაუმარჯოს, მისმინეს გაუმარჯოს და თქვენს აუცილებლად გამოიწერეთ მისმინე ამ სადღეგრძელოში, რომ თქვენი წილი შემოიტანოთ. გამოიწერეთ მისმინე, დააფოლოვეთ ყველა სოციალურ პლატფორმაზე, რაც მთავარია YouTube-ზე და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. დიდი მადლობა ყურებისთვის და დიდი მადლობა ბექას სტუმრობისთვის. აბა კოცნით და გეხვევით.